სურსათზე ფასებმა ისევ მოიმატა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2025 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები ბოსტნეულსა და ბახჩეულზე 13%-ით გაიზარდა. 11%-მდე გაძვირდა ზეთი, ცხიმი, შაქარი და სხვა. ოფიციალური მონაცემებით სურსათის ფასები იანვარში წინა თვესთან შედარებითაც მომატებული არის. სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს, მათ შორის ზეთთან მიმართებაში არის რუსეთის ფაქტორი, არის ჩვენი იმპორტიორი სხვა ქვეყნების ფაქტორი, ზოგადად მთელს მსოფლიოში ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ მოსალოდნელი იყო სურსათის ფასების გარკვეულწილად ზრდა. ჩვენ სამწუხაროდ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან და შესაბამისად, თუ კი ამა თუ იმ ქვეყანაში გაიზარდა ამა თუ იმ პროდუქტზე ფასი, ეს გავლენას ახდენს უკვე ადგილობრივ ბაზარზეც. ბუნებრივია, ლარის გაუფასურებასაც აქვს ხოლმე საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი ამ ყველაფერში, მაგრამ როგორც მე ვახსენე, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაუფასურება, რომ ამან ფასებზე მოახდინოს გავლენა. აქ ძირითადი მიზეზი არის სავარაუდოდ იმ ბაზრებზე პროდუქციის გაძვირება, საიდანაც შემოგვაქვს ჩვენ ესა თუ ის პროდუქტი. იქნება ეს ზეთი თუ სხვა პროდუქცია. ფაქტია, რომ არ გვაქვს მაღალი ინფლაცია, არის სამის ნემაჩვენებელზე 3%-ზე დაბალი და შესაბამისად ჯერჯერობით არ არსებობს იმის საფრთხე, რომ რაღაცა პროდუქციაზე უნდა ველოდოთ და ზოგადად მთლიანად სურსათზე უნდა ველოდოთ სწრაფად ფასების ზრდა. შესაძლოა ერთეულ პროდუქტებზე მოიმატოს ან შემცირდეს ფასი, მაგრამ საბოლოო ჯამში ინფლაცია მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება.